2025 წლის 1 მაისიდან საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა ყველა პირთათვის, ვინც არ არიან დამატებული ღირებულებების გადასახადის გადამხდელები, ხელმისაწვდომი გახდა. ვის ექნება მისი გამოყენების შესაძლებლობა და იქნება თუ არა მისი გამოწერა შესაძლებელი როგორც საქონელზე, ასევე მომსახურების შემთხვევებში. ამ და სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმარია შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ბატონო ლევან. საუბარი დავიწყოთ სწორედ ამ თემაზე. საინტერესოა რა შემთხვევაში ხდება საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა და ასევე ვის ექნება შესაძლებლობა რომ გამოწეროს იგი. დიახ, კი ბატონო. საგადასახადო დოკუმენტი პირველ რიგში განმარტო წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც იდენტიფიცირდება შეთანხმების მხარეები, მყიდველი, გამყიდველი, გამოიწერება საქონელ მომსახურებაზე, მიეთითება ღირებულება, გააჩნია შესაბამისი თარიღი. რაც შეეხება 2025 წლის 1 მაისიდან ხელმისაწვდომი გახდა არა დამატებული ღირებულების გადასახადის, ეგრეთ წოდებული DEG-ის გადასახადის განამხდელსათვის საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა მომსახურების მიწოდების შემთხვევაში. აქამდე ესეთი შესაძლებლობა ამ პირებს არ ჰქონდათ, რომ გამოეწერათ ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტი. მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის განამხდელებს ჰქონდათ შესაძლებლობა მომსახურების გაწევის დროს გამოიყენებინათ ეგრეთ წოდებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა, ყველასათვის ცნობილი. ვინაიდან ბევრი მოთხოვნა იყო, ჩვენს მიერ იქნა დაიდენტიფიცირებული არა DEG-ის განამხდელებისათვის რაღაც ელექტრონული დოკუმენტის გამოწერის შესაძლებლობა არ ყოფილიყო და ამიტომაც უკვე ტექნოლოგიურადაც გამართული არის და ხელმისაწვდომი არის ყველასათვის ამ დოკუმენტის გამოწერა. ორ შემთხვევაში ხდება მხოლოდ და მხოლოდ DEG-ის გადასახადის გადამხდელებისათვის ამ დოკუმენტის გამოწერა, თუ 25 წლის 1 მაისამდე მათ ჰქონდათ ესეთი დოკუმენტი გამოწერილი და ესეთი რაოდენობა არის მხოლოდ 430, ვისაც ჰქონდა გამოყენებული ამ დოკუმენტის გამოწერა და 25 წლის 1 მაისიდან უხდებათ მანამდე გამოწერილი დოკუმენტის კორექტირება. ერთი შემთხვევა და მეორე, როდესაც იყო ავანსის დოკუმენტი გამოწერილი და უნდა გაინდაშტოს საბოლოო SD დოკუმენტი, საგადასახადო დოკუმენტის შემთხვევაში. ბატონო ლევან, საინტერესოა შესაძლებელი თუ არა საგადასახადო დოკუმენტის ელექტრონულად გამოწერა და თუ არის შესაძლებელი ამისთვის დამატებითი გადასახადი თუ არის დაწესებული. რა თქმა უნდა, ყველა საგადასახადო დოკუმენტი იქნება ეს საგადასახადო დოკუმენტი სასაქონლოზე ნადები აქამდე არსებული და ყველასათვის ცნობილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა გამოიწერება ელექტრონულად და მისი გამოწერა, რა თქმა უნდა, არ არის საფასურთან არ არის დაკავშირებული, ანუ უფასოა მისი გამოყენება. ეს სერვისი განამხდელებს შეთავაზებული აქვს უფასოდ. კი ბატონო, საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში ელექტრონულად გამოწერილი დოკუმენტის ამობეჭდვა თუ არის სავალდებულო და აი ამ თემასაც რომ შევეხოთ საინტერესოა და თუ არ იყო ამობეჭდილი, ხომ არ წარმოადგენს ეს ყველაფერი სამართალ დარღვევას. მოგეხსენებათ, რომ საქონლის ტრანსპორტირების დროს გამოიწერება სასაქონლო ზედნადები, რომელიც ასევე ელექტრონული არის და რა თქმა უნდა, ტრანსპორტირების დროს აუცილებელია სასაქონლო ზედნადების გამოწერა, ხოლო ტრანსპორტირების ეტაპზე გამობეჭდვა და მატერიალური ფორმით არსებობა ან ტრანსპორტში მისი გამოყენება სავალდებულო არ არის, ვინაიდან მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების დროს შემოსავლების სამსახური ელექტრონულად ახორციელებს გადამოწმებას, რომ აი ამ პერიოდში კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მიმდინარეობს მონიტორინგი, არის თუ არა გამოწერილი. ბუნებრივია, რომ თავარი არის და რაც დროულად მოხდეს გამოწერა, იმიტომ რომ გამოუწერლობაზე და ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე იწვევს საგადასახადო სამართალურობას და დიდ სანქციებს. ბატონო ლევან, საქონლის მიწოდებისთვის ან და მომსახურების გამოწერისთვის თუ გამოიწერება საგადასახადო დოკუმენტი, ამისთვის აუცილებელია თუ არა ნაღდი ფულის ანგარიშწორების მონაცემების აღრიცხვა საკონტროლო სალარო აპარატის მეშვეობით გამოყენებით. საგადასახადო დოკუმენტის შემთხვევაში, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ხელმისაწვდომია არა დამატებული ღირებულის გადასახადის განამხდელებისათვის, ამ ნაწილში რეგულაციები არ შეცვლილა, მათ ნაღდი ანგარიშწორების ნაწილში უწევთ საკონტროლო სალარო აპარატების მეშვეობით შემოსავლების დაფიქსირება. და ზოგადად ჩვენთვის ცნობილი არის, რომ საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების ნაწილში, როდესაც ხდება დამატებული ღირებულის გადასახადის განამხდელების მიერ აღნიშნული დოკუმენტის გამოწერა, ამ ნაწილში მათ ბუნებრივია შეუძლიათ არ დააფიქსირონ შემოსავლების საკონტროლო სალარო აპარატების მეშვეობით. კი ბატონო ლევან, აქვე შესაძლებლობებით ვისარგებლებთ და მინდა გკითხოთ 30 აპრილს დედაქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ შემოსავლების სამსახურის განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ამ დაზარალებულ მოვაჭრეებს საქონელი ჩამოეწერებოდათ. მოდით დეტალურად რომ განმარტოთ, რა სახის შეღავათზე არის საუბარი და ამავდროულად საინტერესოა, როგორ უნდა მოიქცნენ დაზარალებულები, როგორ უნდა მოგმართონ მათ იმისათვის, რომ ამ შეღავათებით ისარგებლონ. ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქონელი, რომელსაც გადასახადის განამხდელის
ერიცხება, ეს არის შესყიდული ადგილობრივად ან იმპორტირებული, ხო, ყველას მოგვიხსენება და მათ ერიცხებათ ეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, ანუ საქონელი, რითაც ვაჭრობენ. და ბუნებრივია ხანძრის შედეგად განადგურებულ საქონელს ჭირდება ჩამოწერა. ჩამოწერა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტის შედგენას საგადასახადო საბუღალტრო აღრიცხვაში, არამედ მას ჭირდება შემოსავლების სამსახურიდან დადასტურება. ანუ გადასახადის გადამხდელმა უნდა წარმოგვიდგინონ ელექტრონული განცხადება ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე, გვიდგენენ დოკუმენტს და ასევე ინფორმაციას, რა საქონელი ჩამონათვალი საქონლის განადგურდა ზომის ერთეული და ღირებულება, სააღრიცხვო ღირებულება, რაც კი მათ ჰქონდათ საბუღალტრო აღრიცხვაში აღრიცხვული. ამის წარმოდგენის შედეგად შემოსავლების სამსახურის მიერ ავტომატურად მოხდება დადასტურება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ჩამოწერილ და საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულ საქონელზე მათ ახალი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ. რაც მთავარია, ამ დოკუმენტს უნდა ახლდეს ასევე კიდე ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. საუბრის დასასრულს მინდა ერთი დეტალი დავაზუსტო კიდე. ითვალისწინებს თუ არა საქონლის ჩამოწერა გადასახადის გადამხდელების მხრიდან კიდევ დამატებითი საფასურის გადახდას. რა თქმა უნდა, საფასურს ზოგადად ითვალისწინებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ხანძრის შედეგად არის განადგურებული საქონელი, შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი საფასურის გარეშე მოხდება დადასტურება ჩვენის მხრიდან განადგურებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დადასტურების მხრივ. ერთს აღნიშნავდი აქაც რომ ამ მეწარმეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ ობიექტები, შესაძლებელია საკონტროლო სალარო აპარატებიც გაუნადგურდათ და ამისთვისაც განცხადებით უნდა მოგმართონ ელექტრონულად, რომ დაფიქსირდეს ჩვენთან, რომ მიენიჭოს მას გაუქმებული სტატუსი იმისათვის, რომ ხვალდაზე ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს არის აქტიური საკონტროლო სალარო აპარატები, თუ რა თქმა უნდა ისიც არის განადგურებული ხანძრის შედეგად. ვადები თუ არის განსაზღვრული მათთვის, რა ვადებში უნდა მოხდეს განცხადებების მიღება? განცხადების მიღების კონკრეტული ვადა არ არის, ფაქტის მოხდენიდან უმოკლეს პერიოდში ურჩევ ჩვენ მათ რომ წარმოგვიდგინოს განცხადებები, იმისათვის რომ გაუგებრობები არ გამოიწვიოს მომავალში, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ სისტემაში რაღაცა საქონელი ერიცხება მეწარმეს, ვადები აქვს შემოსავლების სამსახურს, რომ 10 დღეში განცხადების მიღებიდან უნდა დაადასტუროს ჩამოწერა. თავარი ვადები ჩვენ მხრიდან იქნება ბუნებრივია უზრუნველყოფილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, მნიშვნელოვანია ეს რომ ეს თემები განმარტეთ, იმიტომ რომ გარკვეული კითხვები არსებობდა ამის ირგვლივ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე ვნახე ბევრი ისაუბრეთ ამ თემაზე. ლევან გებუაძე შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით სხვადასხვა საგადასახადო რეგულაციებსა და შეღავათებზე.